იცი ამ ორ ადამიანს შორის რა არის მსგავსება? ორივე მათგანს სასამართლომ 5 წლის პატიმრობა შეუფარდა. თუმცა მათ შორის სხვაობა გაცილებით მეტია. განსხვავება ის არის, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა თავად აღიარა უკანონო შემოსავლის ლეგალიზება და რეჟიმმა, რომლის პრემიერ-მინისტრის გახდათ ის, წარუდგინა ბრალი სწორედ ამ მუხლით. მე მინდა განახოთ ქმედება, რომელსაც ფრიდონ ბუბუტეიშვილს დანაშაულად უთვლიან. როგორც ხედავთ, ეს ადამიანი ძვრება პარლამენტის ჭიშკარზე და ორნამენტს ასწორებს, რათა არ ჩამოვარდეს და ვინმეს არ დაეცეს თავზე. ეს არის მისი ბრალის შემადგენლობა. თანხა, რომლის ზიანსაც ფრიდონ ბუბუტეიშვილს ედავებიან, არის 500 ლარამდე, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში თანხა 18 მილიონ ლარზე მეტია. ამასთანავე ირაკლი ღარიბაშვილი 53 წლის კაცია, რომელსაც ორჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის, ხოლო ერთხელ თავდაცვის მინისტრის პოსტი. მაშინ როდესაც ფრიდონ ბუბუტეიშვილი 20 წლის ბიჭია, რომელსაც წინ ჰქონდა ცხოვრება. ის ატარებდა სოციალურ დაუცველის სტატუსს და პატიოსანი შრომით ეხმარებოდა ოჯახს. თქვენი აზრი მაინტერესებს, სამართლიანია სასამართლო, თუნდაც ამ ორი საქმის შედარების საფუძველზე.